ჩემი კარგი გამარჯობა ყველას, ვინც ახლა მიყურებს, მე ნაწილობრივ, მაგრამ მთავარ საქმეს ახლა ეკრანებზე. მოკლედ ასე, თქვენ წარდექით ქურუმი ქალის წინაშე, თუ ის წარდგა თქვენს წინაშე მნიშვნელობა არ აქვს, პრინციპში კონტაქტი ხო შედგა. ხო და ჩემო ძვირფასებო 2025 წლის მერვე თვე, ანუ სახელად აგვისტო თქვენს წინაშე უნდა გაიშიფროს ახლა. დიახ, ასეა. ანუ ზაფხული ჩვენი მღელვარებისა იწურება. აი, ცოდვა გამხელილი რო სჯობს, მოდი აქაც გეტყვით, რომ აგვისტო მანდამაინც არ მავსებს. მაგარი შთაგონებებით ყოველთვის ვცდილობ, რომ აგვისტოს დავტოვო ჩემი მშობლიური ქალაქი სახელად ქუთაისი. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მაპატიეთ, მაგრამ ყველაზე აუტანლობასა აქვს საქმე და ადგილი, იმიტომ რომ ამაღლებული რაოდენობის ტენიანობა ჩემს ჯანმრთელობას პირდაპირ შიგ გულში ურტყამს. ამიტომაც ვცდილობ ამ თვეში ყოველთვის გავიდე ქალაქიდან, სადა უკვე მე მგონი მნიშვნელობა არ აქვს იმ დონეზე. მოკლედ დავანებოთ ამ ყველაფერს თავი, გავერთეთ, გავიცინეთ. ყველას ბედნიერი და ესეთი საკმაოდ კარგი, ასე ვთქვათ, რაციონალურად გახარჯული დღეები მინდა გისურვოთ ამ თვეში და გთავაზობთ სიამოვნებით ტარო გაშლას. პირველი, მეორე, მესამე, ალბათ კარგად ხედავთ ტელეეკრანზე და მე ვფიქრობ, რომ უკვე უნდა აირჩიოთ, უკვე კი იცით თქვენი გადაწყვეტილება, ზოგს ეს ძალიან მოწონს. როცა აკეთებს ვიზუალის მიხედვით, ვიღაცას მოწონს ნუმეროლოგიის მიხედვით, ხო და ეს პირველია, ეს მეორეა, ეს კიდე მესამეა. მაშ ასე, როგორ იქნება აგვისტოს 31 დღე? ჩაიფიქრეთ, ხო და რასაკვირველია, მეხმარება ჩემი უსაყვარლესი, რომელსაც წინა ვიდეო საერთოდ მიუძღვენი, სამსუნთვარეობის ორაკული, ტარო ორაკული, ესე ქვია. მაშ ასე, ძვირფასებო, ვინც პირველი ჩაიფიქრა, თქვენ წინაშე არის უდაბნოს სიზმრების ტარო. ძალიან საყვარელი, სხვათა შორის მინდა გითხრათ, ესეთი სიმპათიური გარეკანით და არანაკლები შიგნით არკანების მოხატულობით. მაშ ასე, როგორ იქნება თქვენთვის აგვისტო? დავიწყოთ, ეს იქნება კარტი, ზოგადად აგვისტოსი, რა გაგახარებთ ამ თვეში? მოდი ასე ვთქვათ, მე მას მივაყოლოთ პირადი ცხოვრება, რატომაც არა, მივაპაროთ ასევე, რაც ჩვენ გვაინტერესებს, რა გვექნება ჯიბეში. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში აგვისტო არის ყველაზე ხშირი შემთხვევა, როცა ადამიანები გადიან შვებულებაში, ანუ ბევრი ადამიანისთვის განკუთვნილი დრო არის ეს შვებულებისთვის, ხო და ფინანსები გვაინტერესებს, როგორ იქნება ჩვენი ფინანსების საქმე, აქვე გვერდზე მოუჯინოთ ჩვენი ჯანმრთელობა და ასევე გავიგებთ რა რჩევას გაძლევთ ორაკული სავსე მთვარეობისა. მოდი ახლა სამივეს ვიზამე, ესე ჩამოვარაკრაკებთ და მე სიამოვნებით ადექით და ჩაიფიქრეთ. ანალოგიურად ეს არის თოჯინების თეატრის ტარო, რომელიც ასევე მიყვარს, ვინც ჩაიფიქრეთ. პირველი არის ზოგადი ტენდენციები, მერე მას მოყვება რა გაახარებთ ჩემ ტკბილ გოგოებს ამ აგვისტოში, ასევე გავიგებთ როგორ იქნება თქვენი პირადი ცხოვრების საქმე, რა ხდება იქ, სადაც ფინანსებია, თქვენი ჯანმრთელობა, ხო გაინტერესებთ, გვაინტერესებს, აბა რაო მეუბნებით და აბატონო მივიღებთ აუცილებლად შედეგს. აჰა, თქვენთან ერთად ავიღებ, რომ აღარ შევწუხდეთ და ვნახოთ რა რჩევას გაძლევთ ჩემი უსაყვარლესი მაგიური და სასწაულ მოქმედი. ვისაც არ გინახავთ წინა ვიდეო, აუცილებლად ნახეთ და მე აღფრთოვანებული ვარ, აჟიტირებული ვარ, გაგიჟებული ვარ მისი სწორი რეზონანსით. და ბოლოს ეს არის ჩემო კარგო ადამიანებო, აი ეს მოგზაურის ტარო. ვნახოთ რა ხდება ასეთ სიტუაციაში. ჩემი ფისოები ღელავენ, აგვისტო როგორ იქნება თქვენთვის ზოგადად, რა ხდება იქ, სადაც არის გასახარისი ენერგიები, აბა რა ხდება იქ, სადაც არის ჩვენი პირადი ცხოვრება, სად მოდის და როგორ მოდის ფინანსები, ჯანმრთელობა როგორ გვიწყობს ამ ყველაზე ცეცხლოვან თვეს გაუძლოთ. აი გაგებით რასაკვირველია, გასაძლებად ღმერთმა მომოგცეს საქმე და როგორც ხდება, დავამატებთ აუცილებლად. აი რომელი არკანის მომეწონება, მოდი წინასწარ გეტყვით ჩემო კარგო ადამიანებო, მოდი ამ არკანს ისე მივიტან ეკრანთან, რომ შეგიძლიათ დასკრინოთ და პირველ და მეორე მესამე ვერსიებისათვის შეიძლება თვითონ ორაკული მომეწონოს. აბატონო, რომ გამოჩნდეს მერე და არ მითხრათ საყვედური არ ჩდებაო და ამ ორაკულზე დასკრინეთ, შეინახეთ და
აქ ისეთი ვანილის სუნი აქვს, რო იყოთ რაღაცა გაგვეუწყდათ. გეგონებათ თავი რომ ხართ საკონდიტროში, კარგი გაგებით, ეს ვანილის ჭხირი, რომელიც აი ესეთ ვითარებაში აფრქვებს აქ საოცრებებს. ხელი არ შეგვიშალო, არა უშავს დანამა უკვე ყველაფერი, მაგრამ მე მინდა ამ სურნელებებს რო ვერ იგზნობთ გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი იყოს ყველაფერი დაცულია, როგორც ხდება ხოლმე, ჩემო კარგო ადამიანებო. აბატონო, ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო. დავიწყოთ ეხა პირველი ვერსია. მოკალათით, შეგიძლიათ, რა ვიცი, ამ ცეცხლში ვინ რას დაიდგამს წინ, დალიოთ და კაი ხასიათზე იყოთ. დავიწყოთ. პირველი რა ზოგადი წარმოდგენა შეიძლება გქონდეს აი ამ თველზე და რა საერთო ტენდენციები იქნება. მოდი ესე გავაკეთებ, რატომღაც ესე ჯობია. მე რომ მომიდიوار გადაწყვეტილებამდე მე მომწონს ჩემი თავი ამ დროს. მოკლედ რა ხდება ამ თვეში? Საფრთხე გეუბნებათ რომ ხმის პაჟის ენერგიაში მაგრამ მოგიხდებათ შესვლა. ეს არის უფრო ადამიანთა კატეგორია, რომელსაც აქვს სურვილი გარედან დააკვირდეს მოვლენებს. თვითონ არ იყოს აქტიური რაღაც გარკვეულწილად სიტუაციებში და თვითონ იყოს რაღაც ეგრეთ წოდებული კარგი გაგებით ვიტყვით ჯაშუში. რაღაცნაირად იდეების განხორციელებელი, ოღონდ სათვალთვალოდ და ცნობის მოყვარეობა, ესეც ძალიან კარგად დებს ხოლმე აი ამ კარტში. ნახოთ რა ცნობის მოყვარეობაზეა საუბარი ამ თვეში. მოდი რა გაახარებთ პირველ ვერსიას, ანუ უდაბნოს ოცნებები ვინც ჩაიფიქრა და რა არის გასახარისი? ოთხიანი პენტაკლები. რა არის გასახარისი და აქ უკვე საუბარი არის, არც მეტი, არც ნაკლები მატერიაზე, ჩემო ძვირფასებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ოთხიანი პენტაკლი არის კარტი, როცა ადამიანი აგროვებს მის აღმატებულება მატერიას, ანუ ფულს, თანხას, აი ამ გოგონასაც აქვს ეს სურვილი აშკარად გააკეთოს და აგროვებს კიდეც ამ კოლოფში, კმაყოფილი აქვს სახე. ხშირ შემთხვევებში ეს ჩემო ძვირფასო ადამიანებო ხელმომჭირნე ცხოვრებასაც ნიშნავს, ცოტა ვალების დადებასაც ნიშნავს, ანუ ფრთხილად უნდა იყოთ, რაც გეკუთვნით იმის დაბრუნებასაც ნიშნავს. მოკლედ რაღაც ისეთი რაც გეკუთვნის აუცილებლად ჩაგივარდებათ ხელში, გაგახარებთ. ესე იგი, რადგანაც დადებითი ენერგიით მობრძანდება ის, არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიტუაციის რაღაცა გადრამატიზირება და გაპრობლემურება. არა, პირიქით რაღაცას გაძლევენ, იღებ, იმიტომ რომ ეს შენ ძალიან საყვარლად გეკუთვნის. მოდი ნახოთ ეხლა ტკბილებო, რა არის თქვენს პირად ცხოვრებაში, როგორი არის სიტუაცია პირად ცხოვრებას თანთან მიმართებაში და მოგვივიდა King of Pentacles, აი აქ უკვე მთავარი მოქმედი გმირის დადგა. რაღაცა კარტი, რომელიც ახლა დავიწყეთ პირველი ვერსიისათვის, დიდი რაოდენობით არის მერკანტილური. ანუ მოდი მატერიალური რაღაც ისეთი ღირებულებების, მიწიერი ღირებულებებისთვის განკუთვნილი გაქვთ ეს აგვისტოთვე. ეს არის უკვე ადამიანი, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაშია, რომელიც უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ეს არის პენტაკლების მეფე, გენაცვალე მიწის მეფეა, თავდაჯერება არის, რაღაცა უყურებს არსებულ სიტუაციას, მართავს არსებულ სიტუაციას. მე ვიცი როგორ უნდა გაგახარო, მე ვიცი როგორ უნდა, არ ვიცი როგორ და რა ვითარებაში პირადი ცხოვრების თემა მთავარი მოქმედის გმირის გარეშე არის. არ არის. თუ არის თქვენ ცხოვრებაში ესეთი კარგი ადამიანი, მეც ვისურვებდი რატომღაც, რატომაც არა. ვინ არის სურვებდა ზოგადად ადამიანს, რომელსაც რა ვიცი, ერთგვარი ფილანტროფის სტატუსი შეიძლება მიანიჭოთ, შეიძლება მიანიჭოთ რაღაც ესეთი მეგობრულიც და ინტიმურიც და ანუ ყოველ შემთხვევისათვის მფარველი რაღაცა მისი პროტეჟეობის ქვეშ მყოფი. რა ვიცი, ახლა ვისთვის როგორ გადანაწილდება. ნახოთ ახლა ამ ყველაფრის მე ეს კაი ტიპი, თვითონ რო ბევრი ფული აქვს და შესაძლებლობები აქვს, თქვენ როგორ გიკეთებთ? ასე ყველაფერი გექნებათ იმისათვის, რომ თანხობრივად როგორ ბრძანდებით, რო გეუბნებით, თქვენი სურვილები დაიკმაყოფილოთ, იმიტომ რომ ახლა თქვენ წინაშე უკვე არის წყლის რაინდი. წყლის რაინდები ზოგადად არიან ძალიან ფაქიზისულის ადამიანები, სენტიმენტებით სავსეები, ფულთან მიმართებაში. როგორ რაღაცა იცი, აგვისტოს თვე შეგიძლიათ მიუძღვნათ ფულის დახარჯვას, თუ თქვენ სპასალონებში წახვალთ კარგ დასასვენებელ ადგილზე, რაღაცა კარგ დასაცმელს და ლუქს შექმნით, ან კიდე თქვენი გამაჯანსაღებელი დრო დადგება, რაღაც მასაჟებს გაიკეთებთ. ანუ ყველაფერი ის, რაც თქვენ სიამოვნებას მოგვრით და ამ ყველაფერზე ვიღაცამ შეიძლება საერთოდ იზრუნოს, ან გადადებული გაქვთ ეს ფული, მოდის ეს ფული, რასაკვირველია, უფლოდ არ ახართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაღაც ისეთ თემებზე იხარჯება. მოდი ვნახოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ არის და აქ
ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ შეიძლება ხშირმა გადაადგილებებმა შექმნას რაღაცა პრობლემა საყრდენ მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებით, ხერხემალია ეს მთავარი რაღაც გამომგატომას მომივიდა ესეთი აზრი და აი თუ რაღაცას ფიქრობთ რომ აი მე გაუყრო ეხლა ამას სახსრებით შეიძლება იყოს რაღაცნაირად მიაქციეთ ყურადღება და დააყენეთ დღის წესრიგში მისი რამე არ გამოგეპაროთ ჯანმრთელობის კუთხით. მაშ ნახოთ რა რჩევას გაძლევენ და ეს არის იმპერატრიცა. თქვენ ახართ ქალი ღვთაება. თქვენ ახართ ულამაზესი, თქვენ ახართ უკოხტავესი, თქვენ ხართ დაფასებული. აი ზუსტად ნუ ახლა ამ შემთხვევაში თავისუფლებას მივცემ რომ ვთქვა, იმიტომ რომ ეს არ არის ტარო და ტაროში იმპერატრიცა რაღაცა ქალების ქალსვე ძახი მე ყველაზე მაღალ ლეველებში მყოფია და ასე შემთხვევაში თავისუფლებას ვაძლევ, ესეც გავაკეთო. ასეთი ახსნა განმარტება რომ ეს არის შემოკარგო ადამიანი, ძალიან შემდგარი ქალი. ეს არის რაღაცა გაწონასწორებული, ყველა თავისი ძალებით, მთელი თავისი სიმართლით, კაიფობს თავისი ცხოვრებით და რეალიზაციაში მოყავს ყველა ცხოვრებისეული, მოდი ასე ვთქვათ, სფერო. იმიტომ რომ თქვენ აქ გეტყობათ ეს თვე პირველი ვერსიისათვის, მოკლედ არ ვიცი, მარტო თავად არ იქნებით ამ თემასთან მიმართებაში, რაღაცა გააქტიურებულიო საკუთარი თავი დააგანებიროთ, აქ თქვენზე იზრუნებენ. მე ძალიან მინდა რომ ყველა ასეთი ზრუნვის საგანი იყოთ. პირველი ვერსიისათვის რომ ისმენდეთ, ძალიან დიდი მადლობა, ალბათ მადლობა თქვენს გულშიდაც ახლა აღმოხდა თქვენს გულს და ბაგეებსაც სადღაც თქვით ეს არ არის სირცხული და თუ ლაიქით დამტკიცებ ყველაფერ ამას უკვე მე მივხვდები. მე თუ არა სამყარო მივხვდება და ეს ყველაფერი აგიხდებათ და თუ არა მაშინ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. არაუშავს ამასაც ჩვეულებრივად გადავიტანთ. მოდი მეორე ვერსია, ვისაც პირადში გინდათ აგვისტო დავგეგმოთ. ძალიან საინტერესო რაღაც კითხვები გააქვთ და ინდივიდუალური დასაკვირველია და ამასთან დაკავშირებით რა გვისტო გარდა იმისა რომ საშვებულებო პერიოდია ტკბილებო რაღაცნაირად არის ცოტა სარისკო პერიოდი ბევრი სიტუაციებს ანუ რაღაცა გზად გასულია თელი ქვეყანა ხო აი სახში თითქმის არავინ არ ჩერდება ყველა მოგზაურობს ყველა რაღაც რა ვიცი მწვერვალებს თუ ზღვებს იპრობს და თავთავ გადასავლოს თავისი რაღაცა ხიფათები მოყვება პოლიტიკური თვალსაზრისით სხვათა შორის მსოფლიოში არსებული სიტუაცია ყოველთვის რაღაც ისეთი ხიფათები ხდება აგვისტოში და ამიტომაც ერთად დავგეგმოთ. მე ძალიან გამიხარდება თუ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით ყურად იღებს. მოდი ვნახოთ, მე შეიძლება კიდე ფასდაკლებები გავაკეთო, იმიტომ რომ გულთან ახლოს მივმაქვს თქვენი დიდი სურვილები. კაი, ბევრი გამიგრძელდა, ეხლა გადავიდეთ მეორე ვერსიაზე, ეს არის თოჯინების თეატრის და ვნახოთ როგორ იქნება ზოგადად. ამ თქვენს წინაშე არის აქ უკვე მე-13 არკანი და მე-13 არკანი არის რაღაცნაირად იცით როგორი მომენტია? თითქოს მოწყდებით ყველანაირად, აი აქ თქვენ ხედავთ თოჯინას, რომელიც ჩამოკიდებულია თავისთავად ეს მარიონეტული სისტემის არის, მაგრამ უჭრიან, აი მაგრატელი თავზე ადევს და უჭრიან აი ამ სამოძრაოს. ანუ რაღაცნაირად ეს თვე თქვენთვის ზოგადი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომ გამსაჯოთ, ნახოთ მე სხვა კარტები რას ისაუბრებენ, როგორ ისაუბრებენ, რაღაცნაირად მოწყვეტილი შეიძლება იყოთ, რაღაცა სხვა თოკებზე გადახვიდეთ, რაღაცნაირად მოდუნდეთ, მოდი ასე ვთქვათ. ბევრ რაღაცებში შეიძლება ეს აისახოთ და ვნახოთ, ეხლა რა ხდება, რა გაგახარებთ, გასაგებია რომ უნდა მოდუნდეთ და რა გაგახარებთ საბოლოო ჯამში. რაღაცა უნდა დამთავრდეს, კი ბატონო. აი რაღაც ცუდი ფარდა დაეშვა და ყველანი სახში წავიდნენ. რაღაცა ცუდი უნდა წავიდეს. აი ნახეთ, აქ სპექტაკლი დამთავრებულია, ყეთეთ ჩავთეთრი კარტია სხვათა შორის ამ კოლოდაში, აწერია დასასრული და უკვე სპექტაკლი დასრულებულია. კარგი ენერგია არის აქედან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სევდიანი სპექტაკლი აქამდე. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ეს მეორე გაშლა. ეს სხვანაირად რეაგირებს და სხვანაირი იმპულსები მოაქვს ხოლმე ამ კოლოდას, ცოტა ღრმა. ვისაც დაინტერესებს, მოდი ჩავეძიოთ სიღრმეში ინდივიდუალურად. მოდი გადავიდეთ ახლა ისეთ თემაზე, როგორც ბრძანდება პირადი ცხოვრება. ეს გადარდებდათ თუ არ გადარდებდათ, მოდი ამასაც ნახოთ. აქ არის მატერიის მეფე. ანუ ეს იგივე ჩემო ძვირფასებო პენტაკლების მეფეა და ეს არის მოდი ასე ვთქვათ პირად ცხოვრებაში, ეს პირადი ცხოვრებაა, ხო? პირად ცხოვრებაში იქაც ეს ამოვიდა ზუსტად. მიწის მეფე წინა ვერსიაში
მიწის მეფე და აქაც ამოგივდათ მიწის მეფე. მე მიხარია თუ ეს ასე იქნება, რომ ვიღაცა თქვენი პირადი ცხოვრების თავარი მოქმედი გმირი შრომის მოყვარე ადამიანი იქნება და შრომის მოყვარეობას ყოველთვის თავისი რეზულტატი მოსდევს, ანუ ის არის შემდგარი ადამიანი. აი გვერდით დგას ეს ადამიანი, დიდი, ესე ვთქვათ, იმედად. მოდი ვნახოთ ფინანსებში რა ხდება ამ სიტუაციაში და ფინანსებში დაგჭირდებათ კარგი განსჭვრეტა. თვითანალიზის გაკეთება, რაღაცების გადახედვა. მე ვერ გეტყვით რომ რაღაცნაირად თავზე გაყრიათ ეს ფინანსები, იმიტომ რომ აქ შეიძლება არ არის გამორიცხული რომ თავისთავად მოხდეს რაღაცების გადახედვა. აი გუყურებთ დიდი ლუპით ეს თოჯინა დასკერის თავის სამუშაო იარაღებს და აქ კიდე რისგანაც არის თვითონ შემდგარი და რისგანაც ზოგადად რასაც აკეთებენ თოჯინები, რატომღაც ხშირად ეს ნემსები და ეს მახათები და ეს მოდი ასე ვთქვათ ძაფებია და მაკრატლებია და რაღაცნაირად ამ ყველაფრის გაშიფრვა ხდება. რაღაცა გამადიდებელი შურშით შიგნით შესვლა და შეღწევა ხდება. ანუ ისე არ იყოს რომ ბოლოს ჟამს მერე ამ გამადიდებელი შურშით დაიწყოთ ხურდების მოძებნა ჯიბეში. ამიტომაც ტვინი უნდა დააყოლოთ ძალიან ესეთი სკულპტუროზულად არის დასახარჯე და ძალიან ჭკვიანურად. ჯანმრთელობის კუთხით რომელი კარტი ამოვიდა? ნორმალურად მე ასე ვთქვი, თანასწორი კარტი ამოვიდა. აი უკვე გატანასწორებული არის ორი თოჯინა, არც მეტსა და არც ნაკლებს არის. მოკლედ როგორ არის იცი? რაღაცა დისბალანსში არაა თქვენი ჯანმრთელობა. მე ვფიქრობ, რომ დამაკმაყოფილია საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა შეიძლება რკევები იყოს და მოდი ვნახოთ როგორი არის რჩევა. აქ ამოვიდა ისეთი კარტი, როგორიც არის ღრუბელი. რაღაც აუცილებლად ეს ღრუბელი უნდა გადაიკაროთ ხალხო. მე მეორე ვერსიაში ვხედავ რაღაცა გაუგებრობებს, აი თავიდანვე დავიწყეთ, ხო? ამაზე ლაპარაკი. რაღაცა უნდა შეიცვალოს საკმაოდ ისე რადიკალურად და მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში ყურადღება მიექცა. აქ ამოვიდა არკანად, ანუ ორაკულად ისეთი კარტი, როგორიც არის ღრუბელი და ეს არის ცოტა კრიზისული მდგომარეობა, ეს არის უარყოფითი შედეგობრივები რაღაცნაირად რა მე ვფიქრობ რომ რაღაცა შეიძლება თუ ადამიანი არის ცოტა ესეთი რთული ხასიათის და არასესიამოვნოდ დასაძლევი და დასაბეჯითებელი ადამიანი შეიძლება მოხდეს თქვენს ირგვლივ. ნუ მოკლედ ეს პრობლემები მეორე ვერსიას აშკარად ექნება აგვისტოს თვეში ხალხო აქ ლაპარაკი ამარტო ამ 31 დღეზე. მე ხშირად სხვათა შორის მინდა გითხრა, კი არ გამიმაშვებით, ეხლა გამშვიდებთ, მაგრამ აგვისტოს თვე ძალიან ხშირ შემთხვევებში შაშანდელი გამონაკლისია, რატომღაც მაქვს სულ რთულად გადასატანი. რაღაცა დიდი გამოცდების წინაშე ვდგავარ და მე ეხლა უზენაეს ვთხოვ, რომ თავიდან ამაშოროს ეს სირთულეები აგვისტოს თვეს. აი მეორე ვერსია მიცაიჩია, ნუ ახლა კონკრეტულად აქ ათასობით ადამიანი უყურებს, ვერ ვიტყვით. მადლობა ყველა ვარიანტში, რომ დამილაიქეთ, რომ ჩემი შრომა შეაფასეთ და მადლობა, რომ ჩემთან ახართ. მოდი ახლა ნახოთ მოგზაურის ტარო. როგორ იქნება აგვისტო, მერვე თვე წელიწადისა, ზოგადი მაჩვენებლები და თქვენ წინაშეა ცხრიანი კვერთხი. ალთა დამევარდა. ცხრიან კვერცხს რა აქვს? ცხრიანი კვერთხის ადამიანები იცავენ მის მონაპოვარს. ბევრი აქვს ნაშრომი, რომ ცხრა კვერთხი მისი მოტანილია, დაჟე კვერთხები აყვავილებულია, არ აქვს ზედაკასავით. ადამიანი დაღლილია ყველაფრით და რატომღაც სხვების ნდობა დაკარგულ არს, იმიტომ რომ აი ამ შემოგარენში ის ფეგეუბნება რომ არავინ არ შემოხვიდეთ, ეს ჩემი ნანაწვალებია, რატომღაც ესე ეგოისტური გახდებით ბოლოში, აგვისტოს ბოლოს. ნახოთ რა და რა ვითარებაში, აბა გავაკეთოთ ისეთი დასკვნა, რა გაგახარებთ. აქ ამოვიდა მე-11 არკანი, რომელიც სამართლიანობას ნიშნავს, თუ რამე კანონებთან შეხება გააქვთ, თუ რამე არის დასამტკიცებელი, თუ რამე არის გადმოსამტკიცებელი, თუ ვიღაცა თქვენთვის ანდერზი უნდა დაწეროს, ან კონტრაქტი გააფორმოთ სამსახურებში, ან კიდე რამე სასამართლო პატარა საქმეები მოიგოთ, ჩათვალეთ, რომ ეს ძალიან კარგ ხასიათში გიზით, მიიღებთ რაღაც ისეთ კარგ საბუთს, კონტრაქტის გაფორმებას, რომ თქვენ თვითონ გაოცებული, სასიამოვნოდ გაოცებული აუცილებლად გახდებით. მოდი ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, ეს ძალიან კარგია მომეწონა, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
სამიანი გულობს ზუგდიდი. აქ რა ხდება, ჩემო კარგო ადამიანებო, მხიარულ გოგონათა კომპანიას უყურებთ, წითურთმიანი არის შავთმიანისა და ქერათმიანის ერთობა, ზოგადად ეს არის განსხეულება აი გოგოების კარგ ხასიათთან, კარგ შეკრებასთან, კარგ ფიესტასთან, სვამენ, ჭამენ და კარგ ხასიათი არიან და პირად ცხოვრებაში ეს რას ნიშნავს. პირად ცხოვრებაში მანდამაინც აღრო გითხრათ, რომ აღფრთოვანების გზაზე დგავა რა არა, ხშირ შემთხვევაში ეს სამკუთხედებს ნიშნავს და აქ უფრო ჩაღრმავება ჭირდება. ამ საჯარო გახშლების დროს რატომღაც არ ვაკეთებ ამის ჩაღრმავებას, ეს უფრო პირადში, ისე მსუბუქათაა საქმე. რაღაცა ის ზედაპირულად მსუბუქათა მხიარულად არის საქმე და ნეტა რაშია საქმე, მიხარია ეს ზედაპირულებია ფინანსებში. აგვისტოში როგორ ახართ მესამე ვერსიელებო, ფინანსებში თქვენი ფინანსები მღერის და ცეკვავს რომანსებს ორივე. აღსევდიანია ეს რომანსები, თავისთავად რომანსები ხშირად სევდიანები არიან და აი რა ვქნათ, გულგატეხილს გხედავთ, დაღლილს გხედავთ. რაღაცნაირად ნაბრძოლს გხედავთ და ფულისგან იმედგაცრუებაში ძალიან ცუდია. აბა ჯანმრთელობაში როგორ ვართ? სამაგერო ჯანმრთელობა გვაქვს ახალგაზრდა გოგოსი. ნახეთ რა ლამაზია, ნახეთ რა ჯანმრთელია, ნახეთ რა ფეხებზე გასწოროიტყვიან და ნახეთ რა ტემპერამენტი აქვს. ანუ ჯანმრთელობის კუთხით თუ შეგაშინდებათ, ისე სხვა თემები ისე გაქვთ გადასატარი, სულ დაგავიწყებათ, თავისად გაქვთ, ფეხისად გაქვთ და კუჭისად გაქვთ, მოკლედ საბოლოო ჯამში ისე წავა თქვენი საქმე, გაგაკაშებთ ეს ორომტრიალი. მაშინ ასე თქვენ წინაშე აუცილებლად უნდა წარდგეს ახლა ლაბირინთი, ანუ ეს არის თემა, რომელიც ჩვენ ამ თვის, ანუ აგვისტოს თვის რაღაცა სიმბოლიკად დარიგებად გვაქვს მიჩნეული და ეს ჩემო ძვირფასო ადამიანებო აღნიშნულო ნახეთ. რატომაც არცეთი არ მომეწონა, რატო არ გავაკეთე. ეს არის რაღაცის ზებნა, გზის ზებნა. ეს არის რაღაც საკუთარი აზრების გამოჩიჩქნა. ეს არის საკუთარი ორგანიზმს რომ კარგად დაუთმო ყური და დაუთმო დრო და მოусმინო როგორ და რა ვითარებაში. ეს არის რაღაც ჩაფიქრებული ყოფნა და გამოსავლის ძიება. აი თემასთან დაკავშირებით რა თემაც და რა ისინი ასე ვთქვათ ლაბირინთები ყოველთვის ხო თავსატეხები არიან, მაგრამ თქვენ ისეთი კაი ტიპები უნდა იყოთ, რომ ამ ლაბირინთიდან ბევრი ბოდიალი არ დაგჭირდეთ და პირდაპირ ასეთი სწორ გზას დაადგეთ და არაჩვეულებრივი კარგი გამოსავალი მალევე ყოველგვარი გადაღლების გარეშე მიიღოთ ჩემო კარგო ადამიანებო. მაშასე თქვენ წინაშე იყო ქურუმი ქალი, თეა ბედნიერია რომ მისმენთ, ალაიქებთ. და ასევე მჭირდება არა მარტო პრინციპული მნიშვნელობით, მჭირდება ისე განვითარებისთვის, არხის განვითარებისთვის, რომ თქვენ ხშირად მოგაწოდოთ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციების მთელი ნაზავი კოქტეილი, ვისაც უყვარო არ და ვისაც უნდა რაღაც ესეთი კარგი თანამგზავრი და წრუის დამრიგებელი ყავდეს და ეს არის მიმართულების რაღაც ეს პროდიუსერი თქვენი ცხოვრებისა. შემეკითხეთ, კი ბატონო, მკითხეთ, ჩაეწერეთ, წინახესაა ჩაწერა და ნებისმიერ პლატფორმაზე თქვენი თეა გელოდებათ. ამა ჩაიფიქრეთ სულ კარგი სრულები, აგვისტოთ თქვენ თავისი სიგიჟები, თავისი ენერგეტიკული და თავისი რაღაცა გიჟმაჟური, მოდი ასე ვთქვათ, შემობრძანებებით 21 დღე მშვიდობიანი ყოფილიყოს, მიყვარხართ.